მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს ვისვენებ და გადავწყვიტე გავისეირნო მდინარე დუნაის სანაპიროზე რა. რაღაცნაირად აქეთ იმდენი იხვი და ბატია. დღეს გადავწყვიტე იქნებ სადმე შევხვდე მეთქი და გავისეირნებ. დავიხედავ მეთქი და დღეს როგორც ხედავთ ნესლიანია მინდია. ჯერჯერობით რავი ცოტა ხანია დავდივარ და არაფერი არ შევხედრია. იმიტია რაღაცას მაინც შევხვდებით შრები, ქედნები, რავი ბევრი რაღაცა მანჯერ არაფერი არ არის და არის აქეთ ერთი კონზული, სადაც უფრო მეტად შემივარაუდით ფრინდებიან იხვები და ბატები და მივდივარ იმის მიმართულებით. დღეს როგორც იცით გერმანიაში ყველა ისვენებს, დადიან, სეირნობენ, ისვენებენ, ისვენებ და დავწყვიტე ამოსულიყავი და ჯერჯერობით აღარაფერი ჩანს. თუ რამე შევხვდება მინდვრებში, აუცილებლად გადავიღებ თან აქ როგორც ჩვენთან არის არის ყველაფერს რო ისვენიან, არაფერი არ არის დამთხანი და ახლომდეც მიგიშვებს, გადაგაღებინებს ვიდეოსაც, სურათსაც. აქ ვკითხე გერმანიას რატო არ ნადირობთ მეთქი და ხოხობზე პოპულარიზაცია არ არისო ბევრიო, ასე იტყვიან და რა და ყველგან ხოხობი ფრინდება. აი საძის ხოხობი ხეზე, აი. მამალი ხოხობი. ავიდამ და აი მეორე სადაფრინდა კიდე. აი ასე და გზზე მიწვის მუშაობა და ძალიან რთულია რა. ბატები, ხვები, ხოხბები, რავი ქედნები. აქ რაც ხვებით ნახე, იმის 80% ისე იცხოვრებს აქ, რავი, ვაზნის, გასტროლის ხმას საც არ გაიგებს და არ არის დამთხარი და იმიტომ არ ფრინდება რა. ნახოთ აბა რა შეხვდება და რას გადავიღებთ ახლოდან. აბა დროებით. როგორც ვივარაუდე, კონზულზე გადმოვედი და უკვე იხვებიც აი აგერა ჩემსკენ მოცურავენ, თორე გაქცევას არ აპირებენ. აი ორი იხვი სად მოცურავს დედა მამალი, ორი იქიძის კიდე. ადამიანს არ ურთხის რა. აი ასე ახლოს აი ღია ადგილზე ვდგავარ და აი ეს ზიანი ხვები რა. არც კი აინტერესებს ჩემი ახლობ. ჩვენთან ეს უკვე აყვანელი იქნებოდა ან გაქცეული რა. წინათ ორი იხვი მისვევდა მეორე ნაპირზე და ჩემსკენ გამოცურეს. ბატებს ჯერ ვერ ხედავ ერთსა და აი მოვედი კონზულზე და სავარაუდოდ ბატები ამ ადგილზე ფრინდებოდნენ. ან დღეს ესნაირად არ ჩანან რა. ისრიანი ამინდია წვიმს და ზიან მინდვრებში. შეხვდა ადგილობრივი ზაობდა რა ვიდეოზე დახარება. აი არც იმდენად ავიცი რაღაცა რა უსნა და არ გადამიღია რა. სადაც 1-2 საათი ორას თევზაობდა. არც არაფერი არ ხონდა დაჭერილი. აი თევზავს დუნაის პირას რა. ხამოვიდივარ კონზულზე ტყეში, სადაც კი არ უნდა გაიარო. ყველგან აი ასეთი მოწესრიგებული აქვს. არც ნაგავიყრია, არც არაფერი და ანუ ულიგან ბონებს. ეს თემაზე ადგილია. მედია სადმე ბატების პატარა გუნდი მაინც იქნება. დღეში შეიძლება ავი 1000 ბატი დავინახო. ეს არაფერი რა იხვები იძდნენ. კონზულის
ნაპირებზე კატები გარჩევან გიძირობთ. ხობის დიდი გუნდის აზრის ხდება დაახლოებით 20 ახლა ესე სვიანი ხმაშურინდა ხა ახლა დავაფიქსირებ აქეთ ხობის გუნდსა აი არც ფრინდებს არაფერი როდესაც არც აფრინდებიან აი ჩემთან მოდის ორივე წარმოვიდგინეთ ახლა საქართველოში ასე იყო მოვიდეს რა საინტერესო ჩემი ახლა და არც ამომეიგე ხა რაღაცა რო ჩავყარა სიამოვნებით დაატყვევონებინე რა სიანაგე რა ჩემგან 15-ში რა თქოსდა ფიტულები იყოს არც ინძებიან ესე ზიანად არგია რა არფინდებიან ხა როგორ გამაძებ ჩემსკენ მოდიან რამე ხوارი გადმომიგდო ვაფიქრებინ ალბათ წიმატებსა წავედი მეგობრებო დღეს არ გამნახაებია რაც საქმე კვირა დღეს ყოველ დღეს ყოველ კვირა დღეს რა 20 კვირა იქნება 1-40 შეჯგუფდნენ ახლა წინა დაიწყო და შეშინებული იყო ძეს უფრო დიდი გუნდია მას 4-5 არის და მე თავაფრინახ ნუ უკვე სახთან ახლოსო ესეთი პატარა დინარე გადის და ახლა შეხედეთ ამბავი რა და შეშინდებიან აი ერთი სადმოცორავს ეს ისეთი დაახლოებით 10 იხვი რა მე თავაფრინახ ვიღაც გაიჩითა იმენა გაფრინდა ეზარებათ ახლა ასე ახლა სამი შეფარდეთ წავიდნენ ახლა ესენი დუნაისკი რა მიგაზის ერთი დიდი ქედანი ისე ამ ხარეს იმდენად არის რა ქედნები ვიდრე იმადგილსადაც ხშირად დავდივარ რა ისეთ ქედანია ვიდრე აქეთ რა აქეთ არის მედიცინური და სავარაუდოდ იმიტომ არ არის ქედნები ბევრი ალბათ მეგობრებო დღეს რაღაცნაირად ხოხბები დამალდები არიან ასე რომ შრებით არ მინახია არც ბატები უფრო იქეთ ისგან მაგრამ ინდრებია და სავარაუდოდ იქ არიან იქიდან გადმოფრინდებიან და მოდიან აქეთა ინაცვლებენ ხანდისხან ადგილს და დღეს რაღაცნაირად საერთოდ არ მინახია გადაფრენა ბატების ასე რომ დროებით